ძალიან სასიამოვნო სანახავია ეს ის არის რაც ჩვენ ყველას გჭირდება ჩვენ მარტო ახალგაზრდობას კი არა ყოველი ასაკის ადამიანს მოგეხსენებათ ახალგაზრდებში უფრო მეტია ეს წმენა რელიგიისადმი ტოლვა და პატრიოტიზმიც ვიდრე და უფრო ძველ თაობაში ეს კომუნისტების დროს აღზრდილ ხალხში ასე რომ ყოველი თაობისთვის არის ეს გადა ბავშვებისთვისაც დიდებისთვისაც ძალიან საინტერესოა ძალიან სასიამოვნოა და ღმერთმა დაგლოცოთ გააგრძელოთ ასე აქტიური საქმიანობა. ავი ძალიან შთამბეჭდავი იყო ფილმი ჩემთვის პირადად იმდენად რამდენადაც ყველა ემიგრანტისთვის სამშობლოა საფიცარი და იყო ყოველთვის და რომ სამშობლო უკავშირდება რელიგიას და რწმენას და რომ რწმენას ბოლომდე უნდა ატარებდეს ადამიანი და განსაკუთრებით ემიგრაციაში ეს იყო ასახული ფილმში. და რა ვიცი, მე ძალიან ემოციურად გადატვირთული ვარ, იმიტომ რომ ყველა პასუხისგაცემა იყო ეს ფილმი. მარტო ის არა, რომ ჩვენ ემოციურად მოგვეწუნა და რაღაცა ნოსტალგია ქონდა ფილმის მიმართ. უბრალოდ იყო გააზრებულად გამოხატული ყველა ადამიანისთვის რა არის მთავარი ეს 4 პუნქტი. რომ წმენა უნდა ქონდეს ყველას, ღმერთი უნდა უყვარდეს, სამშობლო უნდა უყვარდეს, რომ უნდა იყოს ადამიანი და კიდე არ ვიცი ახლა ძალიან ძნელი ამ ტრის სიყვარული მე პირადად მიჭირს, ალბათ გამიჭირდება მტერი მიყვარდეს, ახლა რუსეთი მიყვარდეს მაგალითად გამიჭირდება, მაგრამ ალბათ ამ დონეზეც უნდა ამახდეს ადამიანი, რომ თავისი მტერი უნდა უყვარდეს. დიდი მადლობელი ვარ, რომ ასეთი გადასარევი ფილმი ჩამოიტანეთ და გვაჩვენეთ. ძალიან მომეწონა, მე ვფიქრობ, რომ აქ ამერიკაში ასეთი ფილმის ჩვენება უნდა ხდებოდეს უფრო ხშირად. იმიტომ რომ ეს ყოველდღიური ცხოვრებითო დაკავებული რო ვართ. აი ეს მხარე გვავიწყდება ეს ჩვენი აი სამივე სულიერ კი ყველაფერი გავიწყდება და ამიტომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერთვები და სამწუხაროდ ალბათ ამიტომაც ფიქრობ ჩვენ რომ რაღაც ეჭვის ქვეშ ვაყენებ ჩვენი დაბრუნება სამშობლოში, იმიტომ რომ აი ეს მუხტი გვაკლია და თქვენ მადლობას მოგახსენებთ რომ ეს დღეს ეს პირველი მერცხალი რომ ჩვენამდე მოიყვანა. და უნდა გააგრძელოთ აუცილებლად ეს იყო პირველი ნაბიჯი რაღაც. ჩვენ ქართველ ემიგრანტებს ძალიან გვიყვარს საქართველო და ვცდილობთ რომ ჩვენი შვილები გავზარდოთ ისე აი ასე სამშობლოს სიყვარულში გავზარდოთ და გადავცეთ და შთაუნერგოთ სამშობლოს სიყვარული და ეს ფილმი არის რა ვიცი ერთ-ერთი და რა ვიცი აი როგორც სახელმძღვანელო ისე უნდა იყოს ყველა ბავშვისთვის და ყველა მოზარდისთვის რა და გაგიმარჯოთ ბიჭებო რომ აი ამ საქმეს შეუდექით და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და ძალიან მომეწონა ფილმი. მადლობა. აბა როგორ მოგეწონა ფილმი? ხო? ფილმი ძალიან მაგარი იყო და ძალიან მომეწონა და ბევრი რამე ვისწავლე, როგორც რო თქვეს რომ აბა გაიხსენე. რო თქვეს რომ არა მარტო შენიანები გიყვარდეს და სხვაებიც გიყვარდეს, ძალიან ჯერ გამიკვირდა, მაგრამ მე ამას რომ ამ ფილმს ვუყურე, ყველაფერი ბევრი შეკითხვა ამ კინომ ბევრი შეკითხვა პასუხი მითხრა. მე შემოგიერთდი შენ. ქართველი გიამახება ქართველი რო ხარ. დიახ, ძალიან. აბა როგორ გიყვარს სამშობლო, უთხარი საქართველოს? ისე მიყვარს რომ მე ვერ ვიტყვი სიტყვებით. იმისი თქმა მინდა რომ დღეს როდესაც საქართველოს და ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას 1000 ეკუმენისტური და მასონური მოძრაობები უტევს და როცა საქართველოშიც უკვე ფეხი შემოადგენს, ჩემი აზრით ესეთი ფილმი რაც დღეს ვნახეთ, ყველა ბავშვმა და ყველა დიდმოც უნდა ნახოს. ყველა სკოლაში განსაკუთრებით. მოზარდმა თაობამ ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ყოველთვის ასეთი კარგი საქმე გაგეკეთებინოთ, რა საქმესაც თქვენ ასრულებთ დღეს და ჩვენ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს გვაძლევთ აი ეს კარგი ინფორმაციას და
რა ვიცი, სულიერ საზრდოს. როგორი შთაბეჭდილება დაგჭირდა? ეხლა იქ ძალიან. უყურებდით, ყველაზე შორი და თქვენ უყურებდით. კი, მაგრამ კარგად უყურებდი იქიდან. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამჩა, კარგი გაკეთებული ფილმია ნამდვილად და პროფესიულად. როდესაც დასავლეთზე იყო ლაპარაკი, ეს სოხუმის კადრები, რაღაცეები, ჟიული შარტავა, ჩემი თანასოფლელია, ჩვენ ერთად გავიზარდეთ და ერთი ოჯახი ვითავართ იქ და აი ამ ფონზე ცოტა რაღაცა მეგრული სიმღერები ყოფილიყო, უფრო ლამაზი იქნებოდა. მე ახლა კახელებს არ გასწავლით სიმღერას, ისე არ გამიგოთ სამხრივად, მაგრამ ალბათ რეგიონალური უპირატესობები და პრიორიტეტები უნდა დავიცვათ. როცა კახეთზეა ლაპარაკი, რაღაცა კახური გაფორმება, როცა დასავლეთზეა ლაპარაკი, დასავლეთ და ასე შემდეგ. დანარჩენი თვითონ ფილმი ძალიან შემეცნებითია. არ არსებობს ქართველი, რომ მის სულში ეს არ ჩაწუდეს და არ გაუღვიოს თავისი ფესვების სიყვარული. მართლაც ნამდვილად გულთან ახლოს მისატანია და ძალიან შემეცნებითია. ყოველი მამაუმრო თქვა იმის არ იყოს, ყოველი თაობისთვის მისაღებია, ნებისმიერი ასაკისთვის. მით უმეტეს ჩვენი პატარებისთვის ალბათ, ამით უნდა ვკვდებოთ ჩვენი პატარები. ერთად მეც მეხება ეს. ეს ფილმი იყო ქართველი ხალხის დამარხული შინაგანი გრძნობა, რომელიც გააღვიძა ეს ახლა ჩვენში და მიცა იმ სათავეს საწყისი. მე მინდა პირველის ყოვლისა თქვენ მადლობა მოგახსენოთ იმისათვის, რომ ასე შრომობთ. ფიქრობთ იმისათვის, რომ ქართული სული, ქართული ერი, ქართული სულისკვეთება გაიღვიძოს და პოვოს ეს შვება, რასაც ქვია ნამდვილი ჭეშმარიტება. ძალიან ძლიერი ნამუშევარია, ძალიან კაი ფილმია. ეს ის არის, რაც სჭირდება ყველა ადამიანს, ყველა ქართველს. მართლა სული და ხორცანა შეძრული ვარ ყველაფრით. დიდი მადლობა გინდა მოგახსენოთ ყველაფრისთვის. მართლა კაი საქმეს ემსახურებით. მართლა მადლიან საქმეს აკეთებ და მერთმა ხელი მოგიმართოთ ჩვენი შვილების ზრუნვისთვის, ქართული ხალხის ერის ზრუნვისთვის და უფლისგან დალოცულები ყოფილიყავით ყოველთვის. დიდი მადლობა ყველაფერს. ასევე ჩემს ეს არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება მოახდინა და შემიძლია ვთქვა, რომ ეს ფილმი არის ასე ვთქვათ გამოღვიძება. ყველაფერი რაც შეიძლება მიძინებულია, ან ცდილობ ემიგრაციაში მყოფი ადამიანი, რომ ცოტა ესე ჩაჩქმალო, რომ ძალიან ყოველდღეს ძალიან შეწუხებული არ იყოს, ყველაფერი გამოიღვიძა ყველაფერმა და აფეთქდა და არ ვიცი, საოცრებაა. ძალიან დიდი მადლობა. საოცარი ენერგიით დამოხტული ფილმია და რაღაცა ისეთია ღამე რო აღარ დაგეძინება და ბევრ ამაზე რო იფიქრებ და ჩავაღმავდები ყველაფერს და ისევ რაღაც თავიდან დაიწყება.